ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574500094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა კაპიჭიძე. უმავლის ტელევიზია ინკოგნიტო დაახლოებით 30 წელია თაობების აღზრდას და დაფრთიანებას დაუღლელად აგრძელებს. დიახ, სწორედ ამ 30 წელიწადში შევდივართ მე და ჩემი მეწყვილე. სწორედ ასე გვიცნობს მაყურებელი. 2023 წლის 10 მაისი. ჭრელი კაბინით და სახასიათო ლექსით დავამახსოვრეთ თავი და სულკნით ღონისძიებაზე ჩვენს მაყურებელს. სანამ ქართველი ებრაელების ბლოგს დავასრულებ, მე მინდა სცენაზე მოვიწვიო ახლა სახასიათო ჟანრში სათქმელი ქალბატონი ბელა ჟამელაშვილის პოეზიით საყვარელი გოგონები. გთხოვთ ბავშვებო, ქალბატონი ბელა შაშანი იყო ისრაელიდან ჩამოფრენილი, წელს ვერ მოახერხა მოსვლა და ესენი სახასიათო გემრიელი ლექსები არის, ასე ვთქვათ. მოდით ჩვენ ერთი მიკროფონით ვიმუშაოთ, იმიტომ რომ რაღაცა ბატყოფო ეს მიკროფონი უკეთესად მუშაობს, ხომ? ისმის ხმა. მოდით, აი ამითი დავიწყოთ. აბა დავიწყეთ. ჩემი სოფლის ვაშლის გემო მომენატრა. კიდევ ჩირიც ბებოს ხელით დაჩირული. ის გახური ჩურჩხელები მომენატრა. იმერული ჭყინდი ყველი საჩხერული. ქართლელები, კაღელლები, იმერლები, სვანები და ის ხუმარა გურული. ბაღდა დურდა შალახოზე ქეიფები. სიმღერები, გუდმური თურმულები. ის ალალი ქართლელები მომენატრა. სურამული დაბრაწული ნაზუქები. მაინც შევჭამ თუნდაც იყოს ობიანი. გამოგიტყდეთ მომენატრა რაჭველების სიდინჯედალობი. ორი სიტყვა მეგრელებზეც თუ არა ვქვი არ ივარდებთ. ვიცი, გული არ დადგება, ის მეგრულად და ცხარე ხარჩოთ მომენატრა. მაგრამ არა ტყუილი და გადაგდება. ვერ მიმივხვდით საქართველო მომენატრა. ბილეთი მაქვს აღებული ორდღიანი. მოგეფეროთ, ჩაგეხუტოთ, მოგიკითხოთ, ერთად ვიყოთ, ერთ ურთი არ განვიკითხოთ. ლოცვები ვთქვათ საქართველოს გადარჩენის, რომ უფლისგან სწორი გქონდეს განაჩენი. აი ეს არის ის, რაც ჩვენ მოვიტანეთ და მე მინდა ერთი განსაკუთრებული რამე გითხრათ. ესე იგი, ხომ ძალიან რთულია შორიდან სიარული. მე მინდა მოვიწვიო, ეს ბავშვები დადიან დიოკნისის მარნეულიდან, აი დიოკნისის, კიდე მარნეულის იქნებო, ხო? აი თვითონ გთხოვთ, მოგძანდით, მარნეული დღეს დიოკნისის სკოლის დირექტორი გვეწვია, აქ მოგძანდით. ძალიან რთულია 2-3 საათი იყო გზაში, იმისთვის რომ რაღაც მიზანს მიაღწიო. პირველ რიგში მოგესალმებით. ეს ბავშვები ერთი წლის განმავლობაში დადიან ამ ტელევიზიაში, რასაც მე ვაკვირდებოდი, ამ მოკლე ხნის განმავლობაში ძალიან დაიხვეწნენ. განავითარეს ძალიან ბევრი უნარი, რაც მთავარია. ფართო აუდიტორიასთან გამოსვლის უნარი. ერთს დავამატებ, მე რომ ეს შესაძლებლობა მქონოდა, უფრო მეც მივაღწევდი ნამდვილად. გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ მომავალში. ერთი წუთით სანამ წაბრძანდებით, კილო და медаლი აუცილებლად გადავცეთ. მე იყო გერმანია, ნათია მასწავლებელთან ერთად დაუწყარი დღეები. 심해서 잠 못되게 굴었었어. 이대로는 잠 못 들겠어. 무슨 말이라도 해야겠는데 오늘 들었다 놨다 해. დღეს კი 2025 წელს 10 აპრილს კიდევ ახალი თავგადასავლებისთვის ვიმზადებით. ინკოგნიტოს გადამღები ჯგუფი და უცვლელი წყვილი ლიზი და მარი. მარიამ, მე მგონი ჯობია კადრი ცოტა შენსკენ მოვწიოთ, ესე მიატრიალე კამერა. აი. არა, ნახე, ესე მოატრიალე, ოდნავ სიხარულო. აი ეს, კიდე მოატრიალე.
ჩემი აი всё, აი ეხლა უკვე კარგად ვიქ. აი ეხლა ძალიან კარგად ჩავმარ. ანუ ასე რომ კადრის გასწორებაც ვისწავლეთ. მოდით დავიწყოთ ბავშვებო, თუ აღარ დავკარგოთ. მოგესალმებით ჩვენს გულმაყურებელს. უცვლელი წამყვანები ლიზი და მარი და ჩვენი საპატიო სტუმარი ქალბატონი მედია ჯანაშვილი. მადლობა ქალბატონი მედია რომ გვეწვიეთ და დიახ და დღეს თქვენი ლექსებით კიდევ ერთხელ გავამდიდრებთ ჩვენს სატელევიზიო არქივს. უღრესი მადლობა იმისთვის რომ გვეწვიეთ. Pirikit me მადლობას ვიხდით ყოველთვის ისეთი სიამოვნებით მოვდივარ თქვენთან. ავივსები ხოლმე ახალი ენერგიით, ამაფრენით და შთაგონებით და ძალიან მიყვარხარ. თქვენ ბავშვებო, თქვენ უკვე ჩემი პატარა შვილიშვილები ვიხართ. აი ესე დაელოდით ჩვენს გადაცემას დროებით. აბა დავიწყოთ ბავშვებო გადაღება. ამაფრენა ქსოლის გამოგწინება მიმალული ლაჟვარდებში გრძალვით სხვის უძიროს ილურჯეში ჩაძირული მონარნარე მზის სხივივით ლაღი თვალციმციმა ვარსკვლავებით მოქარგული თმა ჩაწნული სიმშვიდეში ღამის მიბნედილი მთვარის დრფობით გარინდული შთაგონებით ერთი დუმალ წამში სიხარულმა, სიყვარულმა, კარგმა ამინდმა, ლამაზმა ბუნებამ, ყველაფერი ეს რასაკვირველია განაპირობებს იმას, რომ დავწერო ლექსი, განვეწყო ამისათვის, მერე მისი დიდი უდიდებულესობა მუზა თუ ინებებს და მოგრძადდება და დამეხმარება, რასაკვირველია, ასე იქნება უკვე ჩემი ლექსები. მე მგონი დროა დავიწყოთ ჩაწერა, ხო? ეს იყო პატარა ანონსი და ჩვენ უკვე ვიწყებთ ჩაწერას. დროებით. თუმცა კიდევ ახალი წყულის შემოგვემატა რუბრიკა პატარა დიასახლისები, რომლებიც გვასწავლიან სტამბოლიდან თურქული ტკბილეულის მომზადება. რატომ მოვედი? ჩვენ პატარა აი სწორედ ასე დასრულდა ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს საპილოტო ჯგუფის პირველი გადაცემის ჩაწერა. დიდი ემოციები, შრიამული, სამზარეულოში მანდილოსნების ფუსფუსი და ჩემი უნიჭიერესი მარი და ლიზი თავდაუზოგავად შრომობდნენ კარგი კადრების მოსაპოვებლად. ვფიქრობ შედეგმაც არ დააყონა და გადაცემაც სწორედ ისეთი მოგიტანეთ, როგორიც ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ეკადრებოდა. წარმატებები პატარა და ნიჭიერ ინკოგნიტოელებს და მჯერა სტამბოლიდან დაბრუნებული ეს ოთხეული საოცარ მასალას ჩამოიტანს საქართველოში. პატარა დიასახლისი, რომლებიც სტამბოლიდან თურქული ტკბილეულის მომზადებას გვასწავლიან. ერთ-ერთ თურქეთში წლების წინ გადასახლებული ქალბატონის აშის რესტორნიდან, რომელსაც ორიგინალურად აქვს მოწყობილი ყველა კუთხე სტუმრების მისაღებ დარბაზში. მოკლედ დაგველოდეთ და იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად თურქეთში. რამდენი სკოლა არსებობს და რამდენი ბავშვი სწავლობს ამ სკოლებში ქართულს და რასაკეთებთ იმისთვის რომ ქართული ისწავლებოდეს. აი მაგალითად ჩვენად თქვენს აი ამ ქალაქში სავალდებულო ენად ქართული რომ ისწავლოს. მით უმეტესო საქართველოდან არის უმეტესობა. რა იქნება და რა იქნება იცი? გერიებენი კიდე თაზელანდი თეგრობანები ახლა გარსომახში გებლენი წავლიანია. მექტებში ზემ დეიწავლო ესე bu süre uzar yani oradan dağılır. İrveldi de karki skola saxlebi de kuçari olmuş. Baton neri isem. ქართული ენის შესასწავლად. Kartuli შესასწავლი saxlebi da kuçari oldu. Bavşubi saxlepşi mis şobleptan mis mamastan dedastan istavlayan da meore kuçaşı istavlayan oldu.
ამაში და ურთიერთობაში და მეგობრობაში და თორმეტი ადამიანი იქნება სტუდენტი იქნება მაშინ უნდა გაიხსნას ეს ის გაიხსნას მეთქი აუხსენი და აუცილებლად გუბერნატორს ესნა დეველოპერიკობა და ამ წუთის მერე ამ თემაზესთან ვიცოდოთ და გავაკეთოთ. აი ის ბავშვები ჩვენ რო ჩამოვალთ, მასტერკლასებში ჩაუტარებთ გადაღება როგორ მიმდინარეობს, რა იქნება? მე ამ ბავშვებს წავიყვანთ საქართველოში და მოვატარებთ საქართველოს აი მთებს თქვენ რო ამბობთ ზღვას, ანუ ჩვენც ვაჩვენებთ იმას, რაც შეიძლება რომ აქაც ნახევთ მაგრამ ქართულად და უკეთესად ისწავლიან ქართულს და რომ ჩამოვლენ, მე აქ მცხოვრებ ქართველებს ასწავლიან ამ ყველაფერს. ülkelerden mevden tek bunlar devrige gelse ocakებში ორი ბაღანაი ყავდა 10 წლის წინ გოგო და ბიჭი, ვის ოჯახშიც იყო ბიჭი ჩამოსული მე 15 წელი გადის ეხა და დაოჯახდნენ 10 წლის წინ ისთანაც იყო ოჯახში სტუმრად ის გოგო წაიყვანა მერე ცოლად ტელევიზია ინკოგნიტო და ეს თაობა ძალიან მიყვარს მაშინაც ყოველთვის ერთ სასიამოვნო შეხვედრაზე ვიყავი და აღნიშნეს რომ თაობები ძალიან სწრაფად და ძალიან მაგრად იზრდება ინკოგნიტოში და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით მართალი გითხრათ და აი ხა ერთ-ერთი კამერასთან მუშაობს ფოტოკამერასთან მეორე აგერ გადაცემას წერს და მოკლედ სტამბოლიდან საოცარი მასალა დაგვიგონდებით და ამაყივარ იმით რომ თაობები რომლებიც დადიან ძალიან კარგად დიდ წარმატებას აღწევენ აი ხა სურამოდენიმე წუთის წინ იმერეთის ფილიალიდან მქონდა ჩართვა მოამბავშვებს ძალიან ხშირად მოუწევთ ჩართვით ლექციებზე დასწრება ეს არის თურქეთი ეს არის იმერეთი ეს არის წყალტუბო ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა პროექტები გვაქვს რომელსაც ერთად ვახორციელებთ ხოლმე და მიხარია წარმატებები რიზიკოს მარიკოს და ნებისმიერ ყველა იმ ინკოგნიტოს ვინც ნებისმიერ ქვეყანაშია თუ ფილიალშია ხოლმე